მოკლედ ჩემო ძვირფასებო, ახლა ჩვენს ეთერში სტუმრის დრო დადგა, მაგრამ სანამ სტუმარს არ მოგიდგენდეთ, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ შაბათ-კვირას არ გამოგჩერთ კომედი არხზე მიხოს და მაროს ახალი სერიები. საღამოს საღამოს 8 საათზე. თქვენ აბსოლუტურად სწორად ჩაწვდით, საქმის არს მძახალო. მოკლედ გელოდებით ეკრანებზე. აუცილებლად შაბათ-კვირას არ გამოტოვოთ 8 საათზე კომედი არხზე მიხო და მარო. ახლა მინდა ადამიანი წარმოგიდგინოთ, რომელიც ისევ და ისევ ამ სერიალიდან ძალიან შეიყვარა ჩვენმა ერთგულმა მაყურებელმა, ეს რა ვიცი, რეიტინგებზეც აღინიშნება და მადლობა ამისთვის. და მე მინდა რაღაცნაირად ყოველგვარი ისეთი მსუყე შესავლის გარეშე სიახლეა და თან ამ თემაზეც ვისლაპარაკებ. კი ბატონო. მოდი პირდაპირ ესე ხوار გამოვაცხადოთ ნიკოლოს. პაატა გულიაშვილის კომედიის თეატრის მსახიობი რატი ტვირდიანი. დიდი მადლობა ბიჭებო და ჩემო რატი. ახლა რა პირველი რამიდან ამ გადატვირთული რეჟიმის მერე მადლობა რომ მობრძანდი და რა ვითარებაშიც მობრძანდი იმისთვისაც დიდი მადლობა. არა, მოდი სანამ რატი დაიწყებს, რა მინდა რომ თქვა რა, ისე გადავკოცნეთ ერთმანეთი, ხო იცი რომ ძალიან დიდი ხანია და რა გამიხარდა და არა და ღამის 2 საათამდე ერთად ვიყავით რემეთ. განურგებული ვარ. ეხლა აი მე მინდა უბრალოდ მე ვიცი რომ ეს ვიდეო დაიდება აუცილებლად და ახალ სპექტაკლში მე ვთხოვე რომ ესე იგი თუ შეიძლება ულვაში დაიტოვე მეთქი რა და მეგონა რომ გაცილებით უფრო ესეთი სასაცილო პერსონაჟი გამოვიდოდა და მე მინდა ეხა ჩვენ ერთგულ ტელემაყურებელს ვთხოვო რომ აი დაწერეთ მე უთხარი რომ ეს ატარე ძმო გიხდება და უხდება თუ არა ულვაში ძალიან მაინტერესებს რამდენ ხმას მიიღებს რომელიც სიტყვის რომ უხდება და რომელიც სიტყვის რომ არ უხდება. რას ლაპარო მე მაგალითად ვიცი რომ გალბატონებს მოეწონათ რატის ულაში უბანში ხავს უკვე 1-2 შემადგენლი რატის ტელეფონს ხوار მოგწევ. რაღაცა ისეთი კინოს გმირი გახადა, ისეთი რეჟისორი კინოს ხრივ რო ვიყო, აუცილებლად რაღაცა კარგ საინტერესო ასე ვთქვათ სახეში დაიხარეთ. ფიქრობ. რატი მოკლედ ჩვენ ასე ვთქვათ სტუმრის წარდგენამდე როგორც წესი ვამბობთ ხოლმე სერიალის ამბავს რომ შაბათ-კვირას 8 საათზე კომედიზე უნდა გვიყურონ და ასევე რა თქმა უნდა ჩვენი ახალი თეატრის ამბავს ჩემო ნიკოლოს და რაღა დარჩა არაფერი აღარ დარჩა სულ რაღაც ხო და აი ვიხსნებით უკვე და მე მინდა რომ პატარა ესეთი ვთქვათ რომ როგორი მართლა კოპწია თეატრი გამოვიდა ამისთვის აუცილებლად უნდა მობრძანდეთ თეატრში იმიტომ რომ საბედნიეროდ მთელი თებერვლის პარასკევის შაბათი-კვირა გაყიდულია მაგრამ 1 მარტიდან დავამატებთ რამდენიმე ხანში უკვე ბილეთების გაყიდვას და საღამოს 8 საათზე იწყება და ძალიან დარწმუნებული ვარ რომ მოეწონებათ ჩვენი პატარა ლამაზი კოპწია თეატრი და გვაქვს მუშაობა. რა სიტყვა მოგლეთ პირველ რიგში მოგესალმებით და ასევე მინდა პირველ რიგში მადლობა გადაუხადო ჩვენს ერთგულ მაყურებელს ჩემო პაატა რომლებიც აი დიდი სიყვარულით ელოდებიან ყოველ შაბათ-კვირას კომედი არხზე მიხო და მაროს სერიას. აი მე მინდა გულწრფელი მადლობა მათ გადაუხადო ამ ხარდაჭერისთვის. აი რაც ახლა თქვენ ბრძანეთ, აი ჩემთვის ეს ახალი თეატრის შექმნა არის აი სწორად გამიგეთ ახალი სიცოცხლე არის რა, იმიტომ რომ მე როდესაც დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი უნიკალურმა ადამიანებმა და უნიკალურმა რეჟისორებმა ორი ჯგუფი აიყვანეს და ამ ორმა ჯგუფმა მათთან ერთად შექმნით თეატრალური სარდაფი. ლეგენდარული თეატრალური სარდაფი და მე მინდა მათ მადლობა გადაუხადო ჩემს მეგობრებს, ჩემს კოლეგებს, მსახიობებს. მათთან მუშაობა იყო ჩემთვის ძალიან კარგი და საინტერესო რა და ამავე დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო რომ ის თეატრალური სარდაფი ჩვენი ხელით გავაკეთეთ. სულთა ჩვენი ხელით რა და
ზოგი მალი არის ზოგი მალი არის იყო ზოგი ღებავდით ზოგი ასე და ზოგი მალი არის ზოგი აი რაც ახლა შენი და ჩემი ნიკას თამადობით ეს ახალი თეატრი შეიქმნა აი თუ გახსოვს ერთხელ ელიავას ბაზრობაზე ვიყავით რაღაც უნდა შეგვეძინა თეატრისთვის გასალესი ხელსაწყოები და მაშინაც გითხარი რომ როდესაც სარდაფს ვაკეთებდით და ვაშენებდით ხო ელიავაზეც მივდიოდით ბაზრობებზე ელექტროობა კაბელები ისა და აი გამახსენდა ის პერიოდი რა ის დრო რომ ჩვენი ხელით ვაშენებდით თეატრს და აი ამ ახალ თეატრში რაღაც აი ძალიან დიდი სიყვარული თავა რა ჩვენი ხელით გავაკეთეთ რამდენჯერ აქაც ჩვენი ხელით აქტიურად ნუ ახლა გეხმარებოდა რაღაც თქმა უნდა იქ პროფესიონალები მაგრამ ყველას აი თქვენი ასე ვთქვათ ჩვენი სახელითაც თითოეული თაგალის სახელით გინდა მათ მადლობა გადაუხადო ვინც ჩვენს თეატრს გვერდში უდგას რა და მადლობა პირადად შენ მადლობა ჩემს ნიკას პირადად რომ აი ამ თეატრის წევრი გავხდი რა დასაწყისშივე ამ თეატრის წევრი ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ აი დიდი სიხარულით ხო მართალი ხარ რაღაც ახალი იწყება საინტერესო იწყება რა არის მე მგონია რომ დღევანდელ დროს თეატრის გახსნა იმის გარდა რომ საკმარისად მეტ ფინანსებთან არის დაკავშირებული კი ბატონო იმის გარდა კიდე რაღაცა მგონია რომ მოვლენაა მე არ ვიცი ხლა რა გამო ამას მაყურებელი შეაფასებს და მე არ ვამბობ კონკრეტული სპექტაკლს როგორც მოვლენას ამბავს ვიძახი როგორც თეატრის შექმნისას და მილიონჯერ გვაქვს ნათქვამი მაგრამ როგორ შეიძლება ამის გარეშე ვთქვათ რომ მინიატურების თეატრი რამდენიმე წლის უკან თენგის ბატონ თენგის ჩანტლაძეს როცა ქონდა იმის შემდეგ ასეთი კომედიის თეატრი კონკრეტულად ასპეროს თეატრი არ ყოფილა და ჩვენთვისაც ძალიან სანერვიულო და ვღელავთ რომ როგორ და რა გამოგვივა მაგრამ კომედიაზე როცა ვლაპარაკობ და ვაკეთებ რაღაც პატარ-პატარა ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე და ისევ და ისევ რეიტინგებიდან გამომდინარე მაინც გონია რომ რაღაცა ნამეტანი არ ჩამოუყრით ყურებს პრემიერის შემდეგ. აი რა მინდა რომ აღვნიშნო. ეს ლაპარაკო. ესე იგი ჯერ პრემიერაც არ არის, გახსნილიც არ არის თეატრი და 27 თებერვლის ჩათვლით ყველა ბილეთი არის აბსოლუტურად გაყიდული. 28 უკვე. 28 უკვე. ხო, 28. იმხელა ინტერესი არის ხალხში ამ ჩვენი და თქვენი თეატრის და ჩვენი ეთო. მე ვიდოდა. და ჩვენი თეატრი. მე ვიდოდა მე თქვენი ორი ბილეთი ხო არა გქო არა კარგი აღარ კითხავ. კიდე რა ინტერესი ამომწრად ბევრი კითხვებია ხოლმე, იმიტომ გაგვიგზელდა ეხლა აუცილებლად გადავალთ იმ თავარ ამბავზე, რისთვისაც ეხლა ეს გადაცემას უყურებთ, რომ 45 კაცი ეტევა ჩემო ძირფასებო და ნამეტნავად გვიჭირს ყველას ასე ვთქვათ დაპატიმრება. არავის გული არ დაგწევთ, იმიტომ რომ ნელა-ნელა ყველა მოახერხებთ ნახვას იმ ადამიანებს გულისხმობს ძალიან შინაურებს, ვისაც დაუშვათ უნდა მოვიწვიოთ აუცილებლად და არ იქნება სხვანაირად. ამიტომ გული ნუ დაგწევათ, იმიტომ რომ საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი რაღაცნაირად ვერ ვახერხებ. რა, ვერც კი ჩაეტევა სხვა, აი 46 სკამი ვერ ჩაეტევა. ჩემო რატი, მაინც შენ ისეთი ამბავი იყო, გავარდა შენი ნაძვისხის ამბავი. რაღაც შემონახული რაღაცა შენ განსაკუთრებული და თან მაღალმთიანი რეგიონის შვილია წარმოშობით ჩვენი რატი და ბუნებასთან სხვა ურთიერთობა აქვს. რაღაცა ხეზე ზექნება კიდე აუცილებლად. ო, ხესთან დაკავშირებით ერთი ისტორია გამახსენდა. გამარჯობა შენ. მოკლედ სვანეთში არის ესეთი დღესასწაული ლამპრობას ეძახიან და ისტორიულად არის ესეთი ასე ვთქვათ გადმოცემა რომ ეს ლამპარი ოჯახიდან გამოქონდათ მხოლოდ მამაკაცებს. და ამით ითვლიდნენ თუ რამდენი მამაკაცი იყო სოფელში აი მეომარი რა, ну სრულწლოვანი ასაკის რა. ვენაცვალე ჩემს სვანეთს და სვანებს და რაჭას და რაჭველებს, ხო და ერთ დღეს დამპატიჟეს ლამპრობაზე. ლამპრობაზე დამპატიჟეს, მაგრამ მოხდა ესეთი რამე, რომ მივედით მაშინვე ლამპრობა არ დაიწყო. ხო. კარგი სუფრა არის რა, მოგეხსენებათ ახლა სვანური კუბდარი რო არ იყოს, არ შეიძლება და ციკანი დაკლული შემწვარი გოჭი თქოს და მოკლედ ისე გაგძელდა ეს პატარა გითხეს რომ მოდი ცოტა დავილოცოთ და მერე წავიდეთო რა. მოკლედ ეს ცოტა დალევა გადაიზარდა დიდ დალევაში. ხეზარ ხოშებული ხარ კარგი. კარგი მაგარი ასე ვთქვათ ნასვამი მდგომარეობაში ვარ რა და აი რა ვიცი ხო უხდება უდოშები ხალხო აი
უყლე. გონია სხვა ადამიანი ლაპარაკი. ეს არის 96 წელი თუ არ ვცდები, ხო ეს წლებია ამ პრობაზე. ძველი დრო არის და მოკლედ ესე იგი იმხედად გაგრძელდა ეს სუფრა რომ კარგი მაგარი მთვრალიოა რა უკვე რა და ზაფხულში მომიწია გასტროლებზე წასვლა და საზღვარგარეთიდან ტანსაცმელი ვიყი და კარგი პალტო მაცვია ესეთი ვარ ჩემ ტანზე რო არის ასე თქვა გეგონება რომ ჩემ ტანზე შეკერეს რა პირდაპირ და რა ვიცი ერთხელ მე პიჯაკი შემიკერეს არ ვიცი ჩემ ტანზე გააჩნია რომ კერავსაც მაგამ ბავშვი მაგრამ შეგიხდებოდა ხო და რო დადიოდი მიხაროდა რა ამ პალტოთი და წავედით მოკლედ რა წავედით ახლა ლამპრობაზე მივედით და ესე გავლაგდით ესე მამაკაცები და დაგვირიგეს პატარა ესეთი გრძელი მორის ნაჭრხის ნაჭრები რა და გრძელები ესეთი და მეუნებია რომ ესო უნდა გადაიკიდეო და ჩვენ რო ცეს ავანთებთო და ეს დაიჭირეო რა მოკეთ ეს ლამპარი გამოვართი ქანაო აი ესე ბანცალით ავარ და დავიდევი მხარზე რა ეს ისე და უნდა დავიძრა უიცა კაცო არ წახვიდეო ჯერ არ აგვინთიაო რა დამოვიცდა უკვე რომ უნდა აანთო და მოკლედ აანთეს სადაც უნდა ავიტანოთ ეს ლამპარი მთის წვერზე მივდივარ თან უკვე დავიღალებ თვალი ვარ ორი ფეხი წირო გადადის ერთი უკან რჩება რა და შუა გზაში ვარ და მაშინ სამფეხა იყო ხო შუა გზაში და მცემს დამწვრის სუნი ყვირი ვარ კაცო ამ დელოებზე მთაში დამწვრის სუნია ხალხო ვინმე ხوارი წვებით და ვიღაცა პატარა ბიჭი ახალგაზრდა ბიჭი მომსდევს უკან რა ბიჭია სუაკერა შენი წვები შენიო და თურმე ეს ლამპარი ხომაგა იმის ნაკვერცხლები ედება ამ პატოს და ამდის ბოლი და ამ ბოლაბოლი მოტოციკლეტი რო დაქოქავს კარგად და უკან ბოლი რო გავარდება ისე მეც ვიდეო ჩემი დამწარი პალტო დაგჭა საყელო დავჭა მარტო საყელო არა პალტო ეს გზელი პალტო ხო გავუშტო კოჭებამდე პალტო რო იყო ხო გამოვიდა ჟილეტი ჟილეტად გადავაწყოთ ერთი ისტორია მინდა გავიხსენო სანამ რეპეტიციები დაგვეწყებოდა ბატონო ნიკა იმიტომ რომ იმის მერე აღარ გცალია ჩვენ რაც რეპეტიციები დაგვეწყო დასალევად და ასე ვთქვათ დასალევად კი საჭმლის სამისთვისაც აღარ გცალია მოკლედ დამპატიჟეს ერთ-ერთ სუფრაზე რა და ერთი ხნეში შესული კაცი არის თამადა ხო თამადა და ეხლა უნდა თუ ეს თამადა ჩემთან რატომღაც წარმოაჩინო რომ მაგარი თამადა არის ეპატიჟებიან ხან დასავლეთშია ხან აღმოსავლეთშია ნათლობებზე ხორცილებში დაბადების დღეებზე და მოკლედ აქებენ რა ამ კაცს რა და ესეთი ისტორია მე მეგობარმა რომ აი ეს ადამიანიო ეხლა ვინც თამადა არისო ხო აი განთქმული თამადა არისო საქართველოში რა და მოგიყვები ერთ მის ისტორიას მოკლედ რა ხდება ნათლობაზე დაპატიჟეს რა ეს კაცი თამადა ხო და ამის თამადობა გავრცელებული არის მთელ საქართველოში რა კარგი თამადა არის და ეხლა უყურებენ ჯერ როგორ ამბობს სადღერძელოს რამდენს სვავს და მიუჩინეს ორი მამაკაცი რა გვერდზე რომ არ გაუშვათ აბა თუ გაუძლებსო თამადის ხანგრძლივობას ბოლომდე თუ გაძლებსო რა თუ არ გავა საპირფარეშოში არ გავიდეს და ამიტომ ორი კაცი ჩაუჯინეს ესე ამ შუა სუფრაზე ბოდიში თქვენთან და ჩვენს ტელემაყურებელთან მოაწვა გაზები ამ კაცს იმიტომ რომ ძალიან ასე ვთქვათ მჟავე და გაზიანი ღვინო იყო და აქნას ეხლა რითი გამოასწოროს ეს ორი კაცი არ უშვებს უკვე მიხვდა ესეც რომ ესენი ჩამკეტები არიან ფიქრობს ეხლა სადღეგრძელოს შუალედებში როგორ მოიქცეს როგორ გააპაროს ეს თავის გაზი არა და წუხდება გაიბერა კაცი მოიფიქრა ესეთი რამე რომ ძველი დრო არის რა იარაღები მაშინ ქონდა ზოგს ვიღაცას უჩუქებია იარაღი კარგი თამადობისთვის სხვათა შორის ხო და უფიქრია რომ მოდიო ამოვიღებო ამ იარაღსო დავცლიო და მაშინ გავაპარებო რა რომ ასე თქვა თხმა არ გავიდეს აურში არ გაისმებ იმიტომ რომ 500 კაცი ზის იმაზე სუფრაზე ამოიღო მოკლედ ამ კაცმა ეს იარაღი შეამზადა ორივე იარაღი და ფევითაც გამზადებულია ზევითაც გამზადებულია და გამოკლა და არ გავარდა ზედა თუ არა ქვედა გავარდა ქვედა გავარდა ვიხულა მოკლედ ამ გაზებმა დარბაში და
მოკლედ ხალხმა ატეხა სიცილი, კისკისი მოეჭრა თავი გან. მოეჭრა თავი ხო, იმიტომ რომ ეს ხალხი ხდება რომ გასცინის რა, ესე უშვებია ეს იყო რომ გააპარაო ვითომ გაზებიონ. მოკლედ გავიდა რამოდენიმე წელი და ეს კაცი იმ რაიონში აღარ ჩადის. რა შოვა? არ ჩადის, იმიტომ რომ ნუ ახლა. შერცვა რა თავი აქ მოჭრია ხო რომ დაინახოს, ვინმე ყველა იცნობს სადა. რაღაც აუცილებელი საქმე გამოუჩნდა და უნდა ჩავიდეს. რამოდენიმე მეგობარს თხოვა რომ აუ შენ ჩადიო რა, ჩემს მაგრამ თუ იმას ვერ ამბობს რატო ვერ ჩადის მაგრამ რაღაცა სხვა მიზეზებს ეუბნება ამ მეგობრებს და იმ მეგობრებმა მე იქ მივდივარ მიარფი არც იძულებული გახდა რომ წავიდეს. ჩავიდეს და რაღაც ქუჩაზე უნდა მივიდეს რომელიღაც ქუჩაზე, მაგრამ სახელი იცის, მაგრამ სად არის ეს ქუჩა არ იცის რა. და ინახა პატარა ბავშვი ესე მოდის. ვიძია ერთი წუთი მოდი ჩემთანო დაუძახა ამბავს. მოვიდა ეს ბავშვი მოკნე შარვით რაღაცა. ვიძიო, ერთი მითხარიო, ესადა ეს ქუჩაო, სად არისო და როგორ წავიდეო და მივიდე მაგ ქუჩაზეო. ვიძიო, ეს ქუჩაო, აქედან რო გაუხვევ, აი ხელმარჯვი შედიო და ეგრევე ეს ქუჩა იწყება. აუ, შეგაგახარა ღმერთაო, გახარებულია რომ დიდ საკითხა, იმიტომ რომ დიდს რო შეეკითხოს შეიძლება იცნოს. ხო და გახარებულმა კითხა, რამდენი წელს ახარო და თავზე ესე ხელი გადაუსვა. რა გითხრაო ბიძიაო? შემნათლობაზეო თამადამ ისეთი გაზი იხუილაო. იმ წლიდანო ამდენი წლის ავარო რა გამოთვალეო რა. 10 წლის. 10 წლის. აუ, მაგრამ ისტორიას მოგიყვებია. ერთ რაიონში ვარ, სუფრაზე კიდე დაპატიჟებული, მეპატიჟებიან, ახლა მეპატიჟებოდნენ, ახლაც მეპატიჟებიან, მაგრამ ეხლა 8-ში ვარ, კაი კაცთა სხვათა შორის დაპატიჟებული ლაგოდეხში. რა ხშირად მოდიში ერთი არ მახსოვს ეს გავიხსენეთ თუ არა რა, ერთად რო ვიყავით ჩვენ სამთავე გახდით. კაცი რო გვერდზე მეжда. გვერდზე უზის ვიღაცა კაცი უზის რადის გვერდით რა. და ასე წინ ჯდომს ელაპარაკება ახლა რომ ასეო ბოლნისთანო ისეთი შეხება არა მაქვს, მაგრამ ერთი ბოლნისელი კაცი გავიცანიო ამაზე რომ უმაგრესი კაციო, ასე იყო, ისე იყო, ყვება ისტორიას და მხარზე ხვდება ხელი ამ ხრიდან. გვერდით ვინც უზის, მე ვარ ის კაცი უთხრა. მე გამიცანიო. ერთხელ ნახე კარგი სუფრაზე ვარ სხვათა შორის დაპატიჟებული ლაგოდეხში, კარგი ოჯახი არის, სპარტაკი გულიაშვილის ოჯახი. მინდა მიულოცო მას დაბადების დღეს, სამწუხაროდ ვერ ჩავდივარ, იმიტომ რომ სპექტაკლები გვაქვს. მიულოცოთ. მიულოცოთ, კაცო, თქვენ რატო ვერ მოდიხართ? მე მივდივარ. შენ იმიტომ რომ პირველ მოქმედებას ავთავრებ და გადიხარ და მე ორივე შევ. კარგი, გადასარევი, ჩემო რატი, ამიდა იცი კითხე, შენ როდესაც ეხლა თეატრალური სადაბის დრო ახსენე, მაშინ პატარა ვიჭი იქნებოდი. ეხლა ჩვენი კმილა ხარ. ჩემზე უფროსები ვძანდებით ორივე. აა, მისტერიოს რო ყვები, ასე იყო, ისე იყო. შენ თვითონ როგორ გძნობ თავს, როგორ ახარ ჯანებზე. თეატრში და სპექტაკლის რეპეტიციების დროს შენ არაფერი არ გეტყობა და თუ გინდა ნიკა, ერთი ჩვენ ტელემაყურებელს ხო არ შევთავაზოთ რამე შაირები ჩვენი შესაძლებლობების და ასაკის შესახებ. მლას ვაკეთებ, აბა მე. კარგი, მოდი ვნახოთ.